Obviously, I think it was the right thing to do for us to რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების დაწყება ჩვენი მხრიდან სწორი ნაბიჯია. ვფიქრობ, რომ რუსეთი და უკრაინელები ძალიან დიდი ხანია იბრძვიან. ორივე მხარეს ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ძალიან ბევრმა უდანაშაულო ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე. ჩვენი აზრით, აბსურდულია, რომ ეს ომი ამდენ ხანს გაგრძელდა. ორი მხარე ერთმანეთთან კონსტრუქციულადაც არ საუბრობს იმაზე, თუ კონფლიქტის დასრულებისთვის რა იქნება საჭირო. ვფიქრობ, რაშიც პრეზიდენტი ტრამპი ძალიან ძლიერია და რის გამოც ხშირად მას ამერიკელი და ევროპელი ჟურნალისტები აკრიტიკებენ, ჩემი მოსაზრებით უსამართლოდ, არის სტრატეგიული რეალიზმი ან სტრატეგიული ხედვა. არ არის აუცილებელი რუსეთის პოზიცია გაიზიარო, რითაც ისინი ომის დაწყებას ამართლებენ. მეც და პრეზიდენტმა არაერთხელ გავაკრიტიკეთ სრულმასშტაბიანი შეჭრა. თუმცა ამავდროულად კონფლიქტის დასრულების მიზნით უნდა ეცადო გაიგო მეორე მხარეს რა პოზიცია აქვს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი მიზანმიმართულად აიძულებდა რუსეთს ეთქვა. რა სურთ კონფლიქტის დასასრულებლად? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა არ არის საჭირო დაეთანხმო მას. შეიძლება ჩათვალო, რომ მათი მოთხოვნა ზედმეტად დიდია. რუსეთის პირველი შემოთავაზებისას ჩვენი რეაქცია იყო, რომ თქვენ ძალიან ბევრს ითხოვთ. თუმცა სწორედ ეს არის მოლაპარაკებები. არ ვიტყოდი, რომ რუსეთს ომის დასრულება არ აინტერესებს. ვიტყოდი, რომ ახლა რუსებს კონფლიქტის დასასრულებლად გარკვეული მოთხოვნები აქვთ. გარკვეულ დათმობებს ითხოვენ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი ზედმეტს ითხოვენ. ასევე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია უკრაინული მხარეც. ისინი კონფლიქტის მეორე მხარე არიან. ჩვენ უნდა ვკითხოთ, უკრაინელებს რა სჭირდებათ, რომ ეს ომი დასრულდეს. And we have to ask, what is the Ukrainian, what do they need in order to bring this conflict to a successful completion?